აქ არის დღეს გაყიდვების გუნდი, ჩვენ მივდივართ მარტვილში, სტუმრად მერაბისთან და იქ უნდა დღეს ჩვენ დავაგემოვნოთ. ხო გითხარი, ელარჯი, გამიგინე შენ მარტვილამდე, თბილისიდან არის 350 კილომეტრი, ბაჩო ერთი წუთი მოდი და ბაჩო ერთ დღეს გავიცანი ბაჩო და ბაჩოს ერთი რაღაცა მინდა უთხრა. უყურე ბაჩო როგორ არის? ჩვენ საქმეში ვიყოთ მაგრები. თქვენ საქმეში ვიყოთ მაგრები და ძალიანად გავერთიანდებით და ქვეყანას ვასახელებთ. კარგად იყავით და დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ხელმძღვანელობას. კოტე შენთანა ვარ ალაბერდი და აი ამ ჩვენს გუნდს გაუმარჯოს HB-სთან ერთად. ხوارებელს ვინც მათემოტორში ავტომობილები შეიძინა, შეუძლია უკვე დღეიდან ეს არის უყურე HB-ს რესტორანი. ერთი სიტყვით აი აქ შეგვიძლია ჩვენ დავტენოთ 6 ავტომობილი. სანამ 10 წელ ხინკალს შეჭამ ავტომობილები უკვე დატენილი იქნება. აი ჩვენი ავტომობილი სანამ გიო მოდი სანამ გიო 40 ხინკალი ჭამა სანამ გიო 40 ხინკალი ჭამა ჩვენი ავტომობილი უკვე დაიტენა. დამტენები არის ზუსტად ის ეს არის სტანდარტები ევრო სტანდარტის დამტენებია და ძალიან მაგარია და გისურვებთ წარმატებებს. ერთი სიტყვით 10 წი პრობლემა არ ექნებათ ავტომობილებს. მოგესალმებით. კოტე, მოდი მთელს იმერეთს მივესალმოთ. ცენტრის გახსნის პირველი დღიდან მე დიდად მადლიერი ვარ იმერელი ხალხის. იმერეთის მოსახლეობა ავტომობილის შესაძენად დადიოდა თბილისში. დღეს ავტომობილები მარტო დგას ჩვენი ავტომობილები რითაც ჩამოვედით და უყურე დღეს ავტომობილები არ არის, იმდენი ავტომობილი გაიყიდა. აქედან გამომდინარე მინდა იმერეთის მოსახლეობას უთხრა, რომ 10-15 დღეში იმდენად ბევრი ავტომობილი შემოვა საერთოდ საქართველოში ჩვენი მხრიდან და მით უმეტეს ქუთაისში. მერაბისთან მივდივართ სტუმრად მარტვილში და ჩვენ ცენტრში გამოვიარეთ. აქ კიდევ დაინიშნა ახალი დირექტორის ძალიან კარგი და ულამაზესი გოგონა და უცებ სპონტანურად საქმე მოითხოვა, რომ მეორე ცენტრი გვეყიდა. ნინო არის ჩვენი დიასახლისი, ქუთაისელებმა იციან, ნებისმიერ ადგილს მაყურებელი უნდაო და ნინი არის აქ მაყურებელი. და რა კარგი ფეხი ქონია მამაშენს, რომ უცებ სპონტანურად საქმე მოითხოვა, ვნახეთ და ახალი ცენტრიც შევიძინეთ. ამიტომ ჩვენ მივდივართ ახლა საქეიფოდ და ერთი სადღეგრძელო მარტვილში პირველი სადღეგრძელო უნდა ვთქვათ, რომ მეორე ცენტრის ყიდვა აღვნიშნოთ. აბა გოგოებო, გისურვებ წარმატებას. ნინო, კიდე გეუბნები, ერთი ცენტრის მაყურებელი იყავი, ახლა ორი ცენტრის მაყურებელი ხარ.